მოგესალმებით. დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ბიზნეს ინსაიდერი ოდნავ განსხვავებულ ფორმატში ჩვენ ვერთობით სახელმწიფო ცერემონიების სასახლიდან, სადაც იმართება ეკონომიკური ფორუმის 23-მე დისკუსია, მიმდინარე წლის მე-6 დისკუსია. დღეს ვსაუბრობთ საკმაოდ საინტერესო თემაზე, რომელიც შეეხება ენერგეტიკას, განახლებად ენერგიას. მინდა აღვნიშნო პირველ რიგში კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ბიზნეს ინსაიდერის ეთერში არაერთი სიუჟეტი გქონია ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ფორუმი დღეს არის ერთადერთი გამოკვეთილი პლატფორმა საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო კერძო ანალიტიკური აკადემიური სექტორის დიალოგს ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის მინდა ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ კიდევ უფრო ახალი დატვირთვას შეიძენს ეკონომიკური ფორუმი შემოდგომის სეზონიდან, ასე ვთქვათ. ეს დღევანდელი დისკუსია არის სეზონის ბოლო დისკუსია და ამავდროულად მინდა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ გასულ კვირას და ამის შესახებ ჩვენ ბიზნეს ინსაიდერში ვისაუბრეთ, მისი პირველი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სწორედ ეკონომიკური ფორუმის ფორმატში გამართა ბიზნესთან, ანალიტიკურ აკადემიურ სექტორის წარმომადგენლებთან. დაუბრუნდეთ დღევანდელ დისკუსიას ჩვენს სტუმართან ერთად. ბატონი დავით ნარმანია ჩვენი სტუმარი, სემეკის თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში იმედის დილაში ამ ფორმატში პირველად მონაწილეობის მიღების. მშვიდობისა, მოგესალმებით, მიმესალმები ტელეიმედის მაყურებლებს, ახლა საინტერესო ფორმატია. კი, პირდაპირ ჩვენ ვიდრე შემოგვიერთდებიან, ასე ვთქვათ, ბიზნეს წრეების, სახელმწიფო სექტორის, ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. პირველ რიგში დღევანდელ ჩვენს თემას რომ შევეხოთ, განახლებადი ენერგიის საკითხებს. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად მათ შორის ფორუმის ფორმატში აი იმ საზოგადოებასთან თემის განხილვა, რომელიც დღეს იცით თქვენ ვინც იქნებიან მონაწილეები აქ ამ ფორმატში განხილვა. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ განახლებადი ენერგიის, მწვანე ენერგიის განვითარების ხელშეწყობაზე, იმ მექანიზმებზე, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ დაანერგა და 2016 წლიდან ვარეგულირებთ ამ საკითხს. სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებები და ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა და რა შედეგებიც დადგა, ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი, ისევე როგორც გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები მწვანე განახლებადი ენერგიის ხელშეწყობის ნაწილში. კერძოდ პარლამენტმა სულ ახლახან დაამტკიცა ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის შესაბამისადაც ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტიდან გამომდინარე ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადავდივართ და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში თუ კი ბატონო, ზუსტად ამაზე გვექნება საუბარი, ანუ საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავებზე, კორპუსების სახურავებზე, ეზოებში, როგორც ოჯახებისთვის, ასევე კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ დააყენონ 100 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის სისტემები, განახლებადი ენერგიის სისტემები, როგორც არის თქვა მზის პანელები, მცირე ქარის სადგურები და ასე შემდეგ. ჩვენი დადგენილი წესების შესაბამისად ავტომატურად ჩართონ ქსელში და თუ ადრე ნეტო აღრიცხვის შემთხვევაში ხდებოდა ესე იგი ენერგიაზე გაქვითვა, ახლა მოხდება მოხმარებული ენერგიის თანხის და ქსელში შეშვებული ენერგიის თანხის გაქვითვა. ხოლო ის სადგურები, რომლებიც ნეტო აღრიცხვის სისტემის ფარგლებში უკვე დამონტაჟდნენ, ისინი კანონის შესაბამისი მუხლის საფუძველზე 2033 წლის 1 იანვრამდე ასეთი რეჟიმით იმუშავებენ, რა რეჟიმითაც ჩაერთვნენ, ანუ განთავისუფლებული იქნებიან ქსელური მომსახურების კომპონენტისგან, რაც იყო სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რამაც ბიძგი მისცა და ჯამში 2016 წლიდან მოყოლებული, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში 160 მეგავატამდე ესეთი მწვანე ენერგიის მოთხოვნაზე განაცხადები შევიდა თელაში და ენერგოპროში და მათი უმეტესობა არის უკვე დაყენებული და მიმდინარეობს ასევე მსგავსი პროცესი, ან რასაც ქვია ინსტალაცია და ქსელში ჩართვა. კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ერთი წუთით რომ ბიზნესი გვერდზე გადავდოთ ამ პროცესში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გამარტივებული ხდება პროცედურები და აი თქვენი დაკვირვებით
რამდენად მოსახლეობა იყენებს, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე მათ შორის პირადი კითხვები ამასთან დაკავშირებით, აი რამდენად მოსახლეობა აქტიურად იყენებს თუნდაც იგივე მზის პანელების, ეგრეთ წოდებული მზის პანელების სისტემას იმისთვის, რომ აი რამდენად მზარდია, რამდენად ტენდენციას უყურებთ იმისთვის, რომ თქვათ იგივე აი ამ სერვისით ისარგებლოს ასო. მოსახლეობა განსაკუთრებით გააქტიურდა პოსტ-კოვიდ პერიოდში, იმიტომ რომ კიდევ ახალი ხელშემწყობი მექანიზმები იქნა ჩვენი მხრიდან დადგენილი და სწორედ 2022, 2023, 2024 წლები იყო საკმაოდ ისეთი ბუმი ამ ნაწილში და შესაბამისად 2025 წლის თებერვლის ბოლოს ამოიწურა ენერგოპროს ქსელში ის 20%-იანი კვოტა, რომელიც იყო დადგენილი, სწორედ ამიტომაც ჩვენ სასწრაფო წესით მივმართეთ საქართველოს პარლამენტს კანონში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით, კი ბატონო. და პარლამენტმა ძალიან ასე თქვა მყისიერად, ანუ სწრაფ რეჟიმში განიხილა და მიიღო კანონში ცვლილება, რომელმაც ჩვენ მოგცა უკვე საფუძველი, რომ წესით დავადგინოთ და კონკრეტულად გავწეროთ ეს ახალი მექანიზმის, ასე თქვა, მარეგულირებელი ჩარჩო. ეს პროცესი დაწყებულია ჩვენთან, მიმდინარეობს საჯარო განხილვები, გქონდა უკვე ორი შეხვედრა. ახლა ვაქვეყნებთ უკვე ცვლილების პროექტს ჩვენს წესებში და დაინტერესებული პირებისგან მივიღებთ შენიშვნებს წინადადებებს და მიმდინარე თვის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ მოხდება მისი დამტკიცება. მოსახლეობის ნაწილში კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგიშვათ. თქვენს როგორც ეკონომისტს ამ შემთხვევაში, თქვენი დაკვირვებით და შეფასებით, რამდენად აი ხარჯთ ეფექტურია, ვთქვათ, მოსახლეობისთვის, რომ მაგალითად საშუალოდ პირობითად რომ კერძო სახლის შემთხვევაში, რეგიონებში, თბილისის გარეთ საშუალოდ აი 100 კვადრატის ფართის შემთხვევაში, ვთქვათ, ის არის 100-150 ისარგებლონ, ვთქვათ, მზის განახლებადი ენერგიის აი მზის პანელების სისტემებით. ძალიან მარტივად და გასაგები პენით რო ვთქვათ მოსახლეობისთვის, აი საკუთარი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისთვის 10 კილოვატამდე სისტემის დაყენება არის სავსებით საკმარისი, ბინებში 3-5 კილოვატით საკმარისია, ფული ანუ თანხა რაც ჭირდება ამის დაყენებას და მეორე მხარეს რომ ეს ყველაფერი შევადაროთ ელექტროენერგიის საშუალო მოხმარებას და ფასს, ჩადებული ინვესტიციის 4-5 წელიწადში ამოღება ხდება და მერე უკვე გაქვს პრაქტიკულად უფასო დენი. ფაქტობრივად 4-5 წლის შემდგომ არანაირი ხარჯია ვთქვათ ელექტროენერგიის მოხმარებაში. კი ბატონო, და მზის პანელები, რომლებიც დღეს შემოდის ჩვენთან და ყენდება, ხო, მინიმუმ 15 წლიანი გარანტია აქვს და მეტი ხანიც მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩადებული ინვესტიცია საკმაოდ ისეთი საინტერესოა უკუგების თვალსაზრისით და მეორეს გაიაფთა კიდეც, ხომ ეს? გაიაფთა, ძალიან მნიშვნელოვნად გაიაფთა ბოლო წლებში, იმიტომ რომ ჩინეთში საკმაოდ დიდი ტემპებით წავიდა წარმოება და კონკურენცია, აქედან გამომდინარე პრაქტიკულად გამესამედდა ფასი ვიდრე იყო თქვა 2020-2021 წლებში, აქედან გამომდინარე მიმზიდველობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და ჩადებული ინვესტიციის უკუგების პერიოდი შემცირდა. ამან კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა როგორც კომერციული სექტორისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. კი ბატონო, აუცილებლად მინდა კითხოთ, ასე ვთქვათ, უფრო ისეთ შედარებით მსხვილ თემებზე რომ გადავიდეთ, სულ რამოდენიმე დღის წინ, უბრალოდ ერთი კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჰქონდა გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, სადაც ენერგეტიკის სექტორს ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, მათ შორის, რა თქმა უნდა, მთავარი ამბიციური მიზანი ენერგეტიკაში იყო 2030 წლისთვის თვითკმარ ქვეყანა რომ გახდეს საქართველო. რა გვჭირდება ამისთვის, თქვათ, აი ამ მიზნის შესრულების მიმართულებით? ამ მიზნის შესრულების მიმართულებით გვჭირდება ინვესტიცია. საერთოდ ჩვენ ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი მთავარი დრაივერი არის ინვესტიცია და საინვესტიციო ნაკადები. ქვეყანაში ბიზნეს გარემო ღია, თავისუფალია იმისათვის, რომ ინვესტორმა გინდა ადგილობრივი იქნება, გინდა უცხოელი, მოიტანოს ფული და ჩადოს სხვადასხვა სექტორებში და მათ შორის ბოლო წლებია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგი ეს არის ენერგეტიკა და ძალიან ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორი ვიხილეთ ჩვენ, მათ შორის ჩვენთანაც მარეგულირებელ კომისიაში, როცა მოდიან და კითხულობენ როგორია მარეგულირებელი ჩარჩო ნორმები და ასე შემდეგ და ვაძლევთ შესაბამის განმარტებებს. ხელშემწყობი ინსტრუმენტები დანერგილია ფასდაშორის სხვაობის მექანიზმების სახით, ძალიან ბევრი მემორანდუმი უკვე ხელმოწერილია მთავრობის მხრიდან. ბევრიც პროცესშია და შესაბამისად, როცა მოეწერება ხელი, მე უკვე ისინი დეტალური პროექტირების და მე მშენებლობის ფაზაზე გადავლენ, აქედან გამომდინარე, ვარაუდი არის და ეს ვარაუდი კონკრეტული პროექტებით არის გამოყენებული, რომ 2030 წლამდე, როგორც ჩვენ
მოვისვინეთ პრემიერის ანგარიში ქვეყანა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, ანუ ჩვენვე შეუძლოთ ვაწარმოოთ იმდენი ენერგია, რამდენიც გვექნება მოხმარება. ეს მოხმარება არ არის სტატიკური, ანუ წლიდან წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება. იგივე ეკონომიკური დისკვალობაზე. კი ბატონო, ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად და ცხოვრების დონის გაუმჯობესების და გაზრდის ადეკვატურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. პოსტ-კოვიდ პერიოდიდან მოყოლებული დავაკვირდეთ, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ტრენდი არის ტენდენცია არის აღმავალი. ერთადერთი პერიოდი ჰქონდა 2023 წელს, როცა მეტალურგიული წარმოება გაჩერდა რაღაცა პერიოდი საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი ფასებიდან გამომდინარე და ამან ენერგიაზე მოთხოვნა ოდნავ შეამცირა. სხვა დანარჩენ პერიოდში ენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომ ის ხელშემწყობი მექანიზმები სწორედ უზრუნველყოფს იმას, რომ 2030 წლისთვის იქნება საქართველოს ენერგეტიკულად თვითკმარი და საკმარისი ელექტროენერგია ექნება და მეტიც ექნება საექსპორტო ენერგია, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე პარალელურ რეჟიმში, იცით თქვენ რომ მიმდინარეობს შავი ზღვის ქვეშ კაბელის. კი ბატონო, აი კაბელზეც მინდა მეკითხა უცებად, რომ აი კაბელის აი რა რეალური სიტუაცია გვაქვს და აი ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რომ ეს კაბელი ამ შემთხვევაში იქნება საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ გამტარის ფუნქციას შეასრულებს თუ ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენ წარმოებული ელექტროენერგიაც გავყიდოთ ასე ვთქვათ კაბელის საშუალებით. ჩვენი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი წარმოებული ენერგია გავყიდოთ და გავატაროთ ამ კაბელის მეშვეობით, იმიტომ რომ ჩვენი წარმოებული ენერგიის შემთხვევაში ქვეყანა უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს და უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება, ვიდრე მხოლოდ ტრანზიტის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს. ერთი ეს არის, რომ საკუთარი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ 2030-31 წლისთვის და მეორეც რომ გაჩნდეს ჭარბი დამატებითი ენერგია საექსპორტოდ, რომ ზუსტად იმ პერიოდში, როცა ვარაუდები ამ შავი ზღვის კაბელის მშენებლობის დასრულება, იყოს ქვეყანაში საექსპორტო ენერგია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხორციელდება კერძო სექტორის მხრიდან სხვადასხვა პროექტებში და მეორე სახელმწიფო ასევე ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს ელექტროსისტემის ქსელის განვითარებაში, ქვესადგურების მოდერნიზაციაში და ასე შემდეგ. აქეთ მხარეს კიდევ ჩვენს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად ელექტროენერგიის გამანაწილებელი ოპერატორები, როგორც არიან თელასი და ენერგოპრო, ქსელს, ქვესადგურებს აძლიერებენ, ავითარებენ, რომ სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მიკროსიმძლავრეები, საშუალო სიმძლავრეები, რომელიც მათ ქსელზე ერთდება, მიიბან, გამოიტანონ ეს ენერგია და გადასცეს სახელმწიფო ელექტროსისტემას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მერე ამ ყველაფრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. ჩვენ ექსპორტი დღესაც გვაქვს, როცა ხო, აი დღევანდელი ექსპორტზე რო ვისაუბრებთ, ვინ არის მათ შორის ელექტროენერგიაზე, ანუ რომელი ქვეყნებიდან არის მოთხოვნა საქართველოში? ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან გვაქვს ელექტროენერგიის მიმოცვლის საშუალება, შესაბამისად ბოლო წლებია, როცა გაზაფხულის პერიოდში უხვია თოვლის დნობა, ნალექები და ასე შემდეგ, გვაქვს ჭარბი ენერგია და ეს ჭარბი ენერგია გაგვაქვს თურქეთში და სომხეთში. მიმდინარე წლის გაზაფხულზეც მაის-ივნისის პერიოდში, როცა იყო ესეთი სიჭარბეები, მოხდა ელექტროენერგიის ექსპორტი და ქვეყანა მიიღო დამატებითი შემოსავლები უცხოური ვალუტის სახით, ისევე როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ტექნიკურად უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, იღებს დამატებით შემოსავლებს. კი ბატონო, ბოლო კითხვა, ტრადიციული კითხვა ტარიფებთან დაკავშირებით, ანუ როდესაც საუბარია ხოლმე სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო გეგმებზე, მე მესწრაფად თქვენ ბევრჯერ გააკეთეთ დეკლარირება ტარიფებთან დაკავშირებით, მაგრამ აი კიდევ ერთხელ როცა საინვესტიციო გეგმებზე მოდის საუბარი, აი უცებ ჩდება კითხვა, რომ აი ეს ხო არ დააწובה ხა მოსახლეობას რაღაც კარგულზე ტარიფების სახით ან ასე შემდეგ, აი ამ კუთხით როგორი ვითარება გვაქვს? ტარიფების კითხვა ტრადიციულია, გეთანხმებით და ჩემი პასუხიც არის შესაბამისი, ყოველთვის რომ ეტაპობრივად ჩვენ იცით რომ გადავედით ყოველწლიურ ტარიფების დადგენიდან, ტარიფების საშუალოვადიანი დადგენის პერიოდზე, ბოლოს ჩვენ 2020 წლის ბოლოს დავადგინეთ 5-წლიანი ტარიფები ელექტროენერგეტიკაში და ეს პერიოდი იწურება მიმდინარე წლის ბოლოს, თუმცა გარკვეული ასე თქვათ სიჭარბეები ჩვენ გვაქვს, რომელიც მოყვება. მეორე მხრივ
გახსოვთ თქვენ რომ 2 წელიწადნახევრის წინ ჩვენ ტარიფები შევამცირეთ 3 თეთრით სამომხმარებლო ტარიფები, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის. ეს შემცირებული ტარიფი მოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე. ის თუ რა იქნება ახალი ტარიფები მომდევნო წლის იანვრიდან, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნადირია, ვინაიდან სწორედ ახლა წარმოადგენენ განაცხადებს კომპანიები, მე უკვე ჩვენს მიერ ხდება დეტალური აუდიტი ხარჯების, ახალი საინვესტიციო გეგმების დამტკიცება და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე დადგინდება ტარიფები. გარკვეული პლუსები რაც გვაქვს, წაგვეხმარება ტარიფების გაანგარიშების პერიოდში და მნიშვნელოვანი იქნება ის თუ რა მოცულობის ინვესტიცია შეთანხმდება. ქსელს ჭირდება განვითარება, იმისაც რომ შემცირდეს ავარიები, ქვესადგურებს ჭირდება განვითარება, რომ არ იყოს ხშირი გათიშვები, სწორედ ამიტომაც ჩვენ შეთანხმებული ვართ კომპანიებთან, რომ გაზრდილი საინვესტიციო გეგმები მოიტანონ მათ, რათა უფრო დროზე მოწესრიგდეს ის პრობლემები, რომელიც არის ქსელში. დიდი მადლობა ბატონ დავით, ჩვენ მანამდე ასევე მოგვიწევს რამდენჯერმე საუბარი ბიზნეს ინსაიდერის ფორმატში. დიდი მადლობა საინტერესო ფორმატით. უღრმესი მადლობა. გადაცემისთვის. ვებზადებით უკვე ფორუმისთვის, ჩვენი სტუმრებიც მოვიდნენ, დავიწყებთ ეკონომიკურ ფორუმს. აქ და ამჯერად კი ბიზნეს ინსაიდერი დაგემშვიდობებათ ორშაბათამდე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა გიორგი, ასეთი იყო ბიზნეს ინსაიდერი დღეს.